მოგესალმებით. ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებს დაგაცნობთ მე რუბრიკის ავტორი ანუკი ბატიაშვილი. მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ბიზნეს ცემიკის მიერ დანერგილ ახალ სერვისებზე ჩვენს მოსახლეობისთვის ამდე სხვა ძალიან საჭირო ინფორმაციაზე ჩვენ სტუმართან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან ბატონ დავით ნარმანიასთან ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონ დავით პირველ რიგში და მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. ბატონ დავით, შევამოკლებ თქვენი ორგანიზაციის დასახელებას, სემეკით დავასახელებ. სემეკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებას წარმოადგენს მომხმარებლის უფლებების დაცვა. და ამ მიზნით თქვენ გაქვთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი დანერგილი. ერთი ეს არის თქვენი სემექსა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ შიფრშია შესაძლებელი და ასევე ახალი მობილური აპლიკაცია, რომელიც მოქალაქეებს უმარტივებს კომუნალური მომსახურების სარგებლობის საშუალების მიღების ყოველდღიურად ძალიან ამარტივებს. იმ მაყურებლისთვის, ვისაც შეიძლება ჯერჯერობით არ არის ცნობილი ამ სერვისების შესახებ, უფრო დეტალურად რო ჩავშალოთ, რას მოიცავს ეს სერვისები, როდიდან ამოქმედდა და საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეებს თუ აქვს ცნობა ამ სერვისებზე. მივესალმები ტელემაყურებლებს პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი და დიდხნიანი თანამშრომლობა აქვს უკვე მარეგულირებელ კომისიას იუსტიციის სახლთან, ჩვენ მათთან გავაფორმეთ მემორანდუმი და არაერთი ესე თქვა ძალიან საინტერესო ერთობლივი სერვისი დავნერგეთ. გამომდინარე იქიდან, რომ მარეგულირებელი კომისია თავის კომუნალური სერვისებით პრაქტიკულად ყველა მოსახლეს უწევს სერვისს, ყველა ასე თქვა იურიდიულ პირს, არასამეწარმეო პირებს და ასე შემდეგ უწევს კომუნალურ სერვისებს, ერთი მხრივ, მეორე მხრივ იუსტიციის სახლს თავისი სერვისებით და ასე თქვათ არეალებით დაფარული აქვს პრაქტიკულად მთელი საქართველო. მნიშვნელოვანი იყო რომ მათთან გვეთანამშრომლა ამ კუთხით, ვინაიდან სემექს არ აქვს რეგიონული წარმომადგენლობები, მოქალაქეებს რეგიონებში სხვადასხვა ასე თქვათ ადმინისტრაციულ დაწესებულებებში შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლს და იუსტიციის სახლში ასე თქვათ პრაქტიკულად ყველა კომუნალური სერვისის შესახებ ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ, დაწერონ განცხადებები, ამოაბეჭდინონ მათ ერთი ფანჯრის პრინციპი, რა თქმა უნდა, კომუნალურ სერვისებზე იუსტიციის სახლის მეშვეობით არის შესაძლებელი. იგივე თქვათ ის სერვისი, რასაც ქვია საცხოვრებელი სახლის ან ბინის გაყიდვა ან გაქერავება და ამ შემთხვევაში კომუნალურების გადაფორმება ახალ მეპატრონეზე, ახალ მფლობელზე, ხო თუ ადრე ცალ-ცალკე უწევდა ენერგოკომპანიაში მისვლა, გაზის კომპანიაში მისვლა, წყლის კომპანიაში მისვლა, ეს ყველაფერი უკვე 2 წელზე მეტია მუშაობს ძალიან გამართულად იუსტიციის სახლში და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროსვე ხორციელდება იგივე კომუნალური სერვისების გადაფორმება. ჩვენ კიდევ უფრო წინ წავედით და ამ თვალსაზრისით მოქალაქეებს შეუძლიათ ასევე მას, ვისაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, ხო ყველგან ჯერ კიდე ესე თქვათ არ არის ბოლომდე ინტერნეტთან წვდომა სხვადასხვა სოფლებში და ასე შემდეგ, შესაძლოა არ კონდეს smart ტელეფონი ან ასე თქვათ არ კონდეს ინტერნეტის სახლში, მათ შეუძლიათ ასევე ინტერნეტის გარეშე შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ისევე როგორც იუსტიციის სახლთან დაკავშირებული არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სერვისია, ჩვეულებრივი ტელეფონებითაც შეუძლიათ SMS-ით გააგზავნონ და 15-მდე სხვადასხვა ოპერაცია შეასრულონ და მიიღონ ინფორმაცია. ეს არის PIPK-ის 303 დიეზის სერვისი, ასე რომ რაც უფრო ასე თქვათ თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება და ფართოდ გამოყენებადი ხდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, კომისია ცდილობს რომ არ ჩამოვრჩეთ და მოქალაქეებს შევთავაზოთ ესეთი მარტივი სერვისები. შესაბამისად, მოიკლოთ ხელხაზზე მზარების რაოდენობა, მოიკლო ასე თქვათ კომუნალური კომპანიების ოფისში მოქალაქეების ვიზიტებმა და ასე შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოქალაქეებს გავუმარტივებთ ასე თქვათ კომუნალური სერვისების მიღება. ეზოგებაც რა ძალიან მნიშვნელოვანია. მომხმარებლის უფლებების დაცვის თემა რო გავაგრძელოთ, როგორც ცნობილია, სემექს კი საჩივრების დეპარტამენტს პერიოდულობით აქვს ხოლმე მოხსენება, რა სახის უსაფუძვლოდ დარიცხული ჯარიმების ჩამოწერა ხდება ჩვენი მოსახლეობისთვის და ასევე იმ შემთხვევაში თუ გამონაწილებელი კომპანიები არ ღვევენ თქვენს მიერ დანერგილ სტანდარტებს, ისინი კომპენსაციას უხდიან მოსახლეობას. თუ გაქვთ დათვლილი და თუ შეგიძლიათ რო გითხრათ გასული წლის მონაცემებით, რა ჯამში, რა თანხის
ჩამოწერა მოხდა უსაფრთხოდ დარიცხული ჯარიმების ჩვენი მოსახლეობისთვის და რაღაც ბოლო წლების ციფრი რომ ავიღოთ, კომპანიებს რა სახის კომპენსაციის გადახდა დაიკისრათ მოსახლეობის სასარგებლოდ. მომხმარებელთა უფლებების დაცვა სენეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, სხვა საკითხებთან ერთად რა თქმა უნდა, მოქალაქეები, რომლებიც თვლიან ან ასე ვთქვათ, არა მხოლოდ მოქალაქეები, სხვადასხვა კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლები, როცა თვლიან, რომ მათთან ზედმეტად დაერიცხათ თანხა, ან არასწორად დაერიცხათ, ან ხანდაზმულია და უნდა ჩამოწერა, ან ასე შემდეგ, ხო ნებისმიერ საკითხზე მათ შეუძლიათ მომართონ კომისიას. ადრე უშუალოდ განცხადებებს, ასე ვთქვათ, წერდნენ და შემოქონდათ, ახლა ელექტრონულად შესაძლებელია იგივე იუსტიციის სახლის მეშვეობით, ან ჩვენი ელექტრონული პოსტით მათ გადმოგზავნონ განცხადება, საჩივარი, კომისია მაშინვე იწყებს რეაგირებას, გამოვითხოვთ კომუნალური კომპანიებიდან ინფორმაციას, ეს არის მუდმივი პროცესი, ჩვენ ყოველწლიურად რამდენიმე 1000 ესეთ განცხადებას ვიხილავთ. კომისიაში არსებობს საჩივრების დეპარტამენტი, რომლის მთავარი ფუნქციაც არის ის, რომ ეს ყველაფერი შეისწავლოს და კომისიას მოუმზადოს გადაწყვეტილება. აქაც გავამარტივეთ ჩვენ დავების განხილვის წესი. თუ ადრე ყველა საკითხი გამოდიოდა კომისიაზე და საჯაროზე პირი მოსმენა ხდებოდა, არის ძალიან ბევრი ისეთი დავა, რომელიც კომისიის ხომაზე გამოტანის და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გარეშე მარტივად შეიძლება გადაწყდეს. დეპარტამენტი როცა ხედავს, რომ ეს საკითხი, ესე ვთქვათ, მარტივად შეიძლება გადაწყდეს, ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს, წარუდგენს კომისიას და კომისია, ესე ვთქვათ, ხელს აწერს ამ დოკუმენტს და შესაბამისად უკვე ის შედის ძალაში. გასული წელი რომ ავიღოთ, მხოლოდ 2022 წელი კომისიამ ზედმეტად დარიცხული ან ხანდაზმული დავალენებები, რაც ჯამში ჩამოწერა 1.300.000 ლარამდეა, ხოლო კომპენსაციების სახით 300.000 ლარზე მეტი, თითქმის 400.000 ლარამდე დაერიცხათ, ასე ვთქვათ, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კომუნალურმა კომპანიამ ქსელზე მიერთების სერვისი ან სხვა სერვისები დაუგვიანა მომხმარებელს და ვერ ჩაეტია სენეკის მიერ დადგენილ ვადებში, მაშინ ჩვენივე წესით კომუნალური კომპანია მას უნაზღაურებს კომპენსაციას დაგვიანებისთვის. პირველი, ესე ვთქვათ, გადაცდენა ეს არის მიერთების საფასურის განახევრება, ნუ ნახევარ ფასად ერთდება აბონენტი, ხოლო თუ ასე ვთქვათ, ობიექტური მიზეზების გარეშე კიდევ გადააცილა ესეთ შემთხვევაში ეს არის უფასოდ მიერთება გამანაწილებელ ქსელზე. ჩვენ გუშინ მქონდა ესეთი შემთხვევა, ესეთი მაგალითიც არის, რომ მომხმარებელს ეკუთვნოდა, ასე ვთქვათ, გარკვეული სერვისი 4-ჯერ მოხდა ვადის გადაცილება რიგი მიზეზების გამო, ამიტომ 4-ჯერ მეტი კომპენსაცია დაერიცხა მას, ვიდრე მიერთების საფასური იყო. ასე რომ კომისია ამ თვალსაზრისით მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ძალიან აქტიურად მუშაობს და თუ ასე ვთქვათ, ვისარგებლებთ თქვენი ეთერიცაც, თუ მომხმარებლებს ექნებათ, ასე ვთქვათ, გარკვეული კმაყოფილება, ან თვლიან, რომ მათი უფლება დაირღვა, რეგულირებელი კომისია ამისთვის არის, ცხელი ხაზის მეშვეობით, ელექტრონული პოსტის მეშვეობით, იუსტიციის სახლის მეშვეობით შეგიძლიათ მოგმართოთ და ყველა განაცხადი, ასე ვთქვათ, სათანადო განხილვას დაექვემდებარება. ძალიან საინტერესოა ბატონო დავით და ჩვენი საუბრის დასასრულს აუცილებლად მინდა შევეხო განახლებადი ენერგიების ათვისების ერთ-ერთ წამახალისებელ მექანიზმს, ეგრეთ წოდებული ნეტო აღრიცხვას, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ამოქმედდა და თუ ამ სისტემაში უკვე ჩართულ მიკროსიმძლავრის სადგურების რაოდენობა შევხედავთ, საკმაოდ პოპულარულია. ჩვენი მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ მარტივად და პოპულარულ ენაზე რომ გავმარტოთ, რა არის ნეტო აღრიცხვა და რა არის ის ძირითადი სარგებელი, რასაც ამ სისტემაში ჩართული სადგურები იღებენ. ძალიან მარტივად რომ თქვათ, მომხმარებლები ალბათ ხშირად ხედავენ სხვადასხვა სახლის სახურავებზე განთავსებულ მზის პანელებს, ან ასე თქვათ, სხვადასხვა ტერიტორიებზე განთავსებულ, ასე თქვათ, ესეთ მზის პანელებს, ქარის მიკროსადგურებს ან მიკროელექტროსადგურებს. ის, ასე თქვათ, მოწყობილობები, რომელთა დადგმული სიმძლავრე 9 მეგავატამდეა, სენეკის მიერ დადგენილი წესით, ეს არის მიკროსიმძლავრის ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგური, რომელიც გამოიმუშავებს ენერგიას, საკუთარი საჭიროება რაც აქვს, მოსახლე იქნება თუ, ასე თქვათ, კომერციული სექტორი მოიხმარს და ნამეტი ენერგია ჩვენს მიერ დადგენილი წესით იყიდება ბაზარზე, შესაბამისი, ასე თქვათ, კომუნალური კომპანიები სავალდებულო წესით ამ ყველაფერს ყიდულობენ და თანხას უხდიან მომხმარებლებს.
გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ასე თქვათ აქტიურად შეუწყო კომისიამ ესეთი ნეტო აღრიცხვის სისტემის პოპულარიზაციის და მთელი რიგი ხელშემწყობი მექანიზმები დანერგა, ძალიან პოპულარული და მიმზიდველი გახდა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით 700-ზე მეტი ესეთი, ასე თქვათ, სადგურია დამონტაჟებული საქართველოში, ჯამური დადგმული სიმძლავრე 40 მეგავატს გაცდა, კარგი ხანია. გასული წელიც 2022 წელი ძალიან აქტიური იყო, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 20 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის ესეთი ნეტო აღრიცხვაში ჩართული მიკროსადგურები შეემატა ჩვენ სისტემას. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ინვესტიცია, რომელსაც მომხმარებელი დევს, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში მას შეუძლია ეს ინვესტიცია ამოიღოს და მერე პრაქტიკულად უფასო ენერგია აქვს. ასე რომ გარემოსაც უზოგავთ ამ თვალსაზრისით და მავნე აირების გაფრქვევა არ ხდება გარემოში. ვიყენებთ მწვანე და სუფთა ენერგიას და პლუს ხრჩება ფული. ასე რომ ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ძალიან პოპულარული ეს ნეტო აღრიცხვა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით სტუმრობისთვის. ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბებით მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით.